ტატო გრიგალაშვილმა ჯუდოში მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის медаლი მოიპოვა. ბუდაპეშტში მიმდინარე ჯუდოს მსოფლიო პირველობაზე საქართველოს 2 медаლი აქვს. გუშინ ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი გახდა. ხვიჩა კვარაცხელიამ კლუბებს შორის საფეხბურთო ჩემპიონატის პირველ მატჩში 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. ამერიკაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე PSG მადრიდის ატლეტიკოს დაუპირისპირდა. შეხვედრა პარიზული კლუბის გამარჯვებით 4-0 დასრულდა. ესპანური მედიის ინფორმაციით, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ბარსელონას საკალათბურთო გუნდში ითამაშებს. წყაროს ცნობით, ტრანსფერი ოფიციალურად იტალიის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დადასტურდება. ამჟამად თორნიკე შენგელია ვირტუს ბოლონიას ღირსებას იცავს. UFC-ს ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი ცნობილ ინფლუენსერთან, ნინა დრამასთან ერთად საქართველოში, ამერიკის საელჩოში იმყოფებოდა. ვიდეო საელჩომ სოციალურ ქსელში გაავრცელა. მერაბ დვალიშვილი ქამრის დაცვის შემდეგ ნინა დრამასთან ერთად სამშობლოში 11 მაისს ჩამოვიდა. დვალიშვილის თქმით, ვიზიტის მიზანია, რომ მსოფლიომ საქართველო უკეთ გაიცნოს. 58 წლის იაპონელი მოქმედი ფეხბურთელი კაზუიოში მიურა მე-40 საფეხბურთო სეზონისთვის ემზადება. ფეხბურთელი, რომელსაც ზედმეტსახელად მეფე კაზუს ეძახიან, იაპონიის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-4 ლიგაში თამაშობს. იაპონიის ნაკრებში მას 98 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 55 გოლი გაიტანა. პროფესიონალურ ფეხბურთში მისი დებიუტი 39 წლის წინ შედგა.